ჩემი მეზობელმა 10 კილო დაიკლო წონაში ვაშლი ძმარი სვამდა და მეც დავიწყე დალევა მეგობრებო თელი ქვეყანა სვამს ვაშლი ძმარი ზოგს ზონის დაკლება უნდა ზოგს რა ვიცი კარგი თმა უნდა ზოგი კანძეს აი სახეზე უკეთებს პირდაპირ ვაშლი ძმარს ეგეთი პრობლემა შეიძლება შეიქმნა ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმას არ სოფოშველის არ არონიშველის არ ძმარი ძალიან სასარგებლოა მაგრამ ერთი შარვალში ყველა ხوارეტევა, ყველას თავისი ძომა, ვაშლის ძმარიც იგივეა, ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის არის მავნე. იმ ადამიანმა არ უნდა დაალიო ვაშლის ძმარი. ბოლომდე უყურე ვიდეო, თქვენ თუ არა ხართ ეგეთი ადამიანი, რომ სვამს ვაშლის ძმარი, მაგრამ შეიძლება თქვენთვის ვაშლის ძმარი დალევა არ შეიძლება. აგიხსნა ცოტა დრო მჭირდება, ეხლა ეს ჩემი მინუსია, ზოგი მწერს, რომ დიდი ვიდეოა ძალიან უფრო მალე ქენი რაღაცა. დაახლოებით დრო მჭირდება, რომ აგიხსნა. ნახე, ბუნებამ შექმნა ჩვენი ორგანიზმი, ჩვენ გვაქვს ორი ზონა, კეტაბოლიკ და ანაბოლიკ. კეტაბოლიკ არის ჩვენი ორგანიზმი დღე, თელი დღე. თითო უჯრედები, რომ ენერგია გამოიყოფო, ადამიანი იყო ენერგიით, ეს ტყდება, ანუ ჩვენი კუნთი, ორგანიზმი, ადამიანი თელი დღე ჩვენ არაფერი არ ვაშენებთ. ჩვენ ხარჯავს ყველაფერი, ტეხავს ყველაფერი, ხარჯავს ენერგია და საქმე არის ჩვენი ორგანიზმი, რომ გააკეთო ეს ენერგია და ეს თითო უჯრედები ტყდება ენერგია, რომ გაუშვათ. მეორე არის ანაბოლიკ. ანაბოლიკ სტადია არის ღამე. როცა ადამიანი აშენებს, გუნდს აშენებს, მექსირება, ყველაფერი, ყველა უჯრედები, რომ ადამიანი განვითარდე. ჩვენ ხო ძილში განვითარდები. პატარა ბავშვი 20 საათი ძინავს. ანაბოლიკ სტადია, რომ განვითარდე. ხო უკეთებენ ვინც ვარჯიშობენ ანაბოლიკები. იცი რატო უკეთებენ, რომ თელი 24 საათი ანაბოლიკ სტადიაში რო იყო, რომ განვითარდე. მალე კუნთი იმიტომ უკეთდება ანაბოლიკი. მაგრამ თელი დღე და გამე ანაბოლიკ სტადიაში ყოფნა ცუდია და თელი დღე კეტაბოლიკ სტადიაში ყოფნაც ცუდია. ადამიანი როცა კეტაბოლიკ სტადიაში არის დღე და გამე, იმ ადამიანს აქვს დიაბეტი, მაღალი ინსულინის რეზისტენტობა, ცუდი კანი, ცუდი თმა, ჭარბი ჭონა, არასასიამოვნო პირიდან სუნი მოსულა და პრობლემები. და ვაშლის ძმარი რა შვება? ვაშლის ძმარი შვება ადამიანის კეტაბოლიკ სტადიიდან მიყვანა ადამიანის ანაბოლიკ სტადიამდე. იმიტომ ვაშლის ძმარი რო სვამს, იმის მერე ნაჭამი საჭმელი, ნაჭამი ნახშირის წყლების მეტაბოლიზმი სხვანაირად კეთდება. ეგეთი ადამიანი, ვისაც აწუხებს დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტობა, ჭარბი წონა, ეგეთი ადამიანისთვის ყოველთვის ვაშლის ძმარის გამოყენება კარგია. მაგრამ როგორ უნდა გამოიყენო? მინახია ადამიანი მეუბნება, ზოგი მე ღამე სვამ და თელი ღამე ესეა. პრობლემებში ჩავარდები. გეუბნები цариელი ყუთში არ უნდა დატოვო ვაშლის ძმარი. ვაშლის ძმარი ყოველთვის ან საჭმელის ზუსტად წინ, ან საჭმელის ზუსტად მერე უნდა დალიო. ეს კანონია. ან საჭმელის ზუსტად წინ, ან საჭმელის ზუსტად მერე. цариელი ყუთში დალიე და დაიჯინე, წონაში ვაიმე დაივიკლები. არაფერი არ გამოგივა. არაფერი. პრობლემა. მეორე, ჩვენ რო ჭამს ხორცი, პროტეინი, ნებისმიერი მცენარეული, კიტრი, პამიდორი, ყველაფერი. მაგის მეტაბოლიზმი რო კარგად გახდე, ანუ იქ ნაპოვი ნუტრიენტები კარგად რო ითივსებოდე ჩვენი ორგანიზმში, მაგისთვის სჭირდება ყუთის საკმარისი მჟავა. ადამიანი, რომელიც არის სწრაფი ნახშირის წყლებზე, ჰამბურგერებზე, კოკაკოლებზე, მაგალი შაქრიანი, სულ რესტორანში რო ჭამს, ამხელა გიპით რო დადის, იმ ადამიანის რამდენის გინდა ჭამე, ნუტრიენტები არ იშება. ენემიური გახდება შეიძლება ადამიანი. შეიძლება პარაზიტები გამოჩნდება. აქედან რო შედის ნებისმიერი ბაქტერია, პარაზიტები,
ჩვენი კუჭის მჟავა საკმარისი როცა არის, იმას კლავს საქმე და მოკვდება. ადამიანს რომელიც არ აქვს ეს კუჭის მჟავა, ასაკი რო იმატება, ისეთაც დაბალია ეს კუჭის მჟავა. იმ ადამიანისთვის კარგია. დალიე მჟავა მერე საკმარისი იქნება, იმის მერე ნაწამი საჭმელი, ქორცი, ბოსტნეული ყველაფერი კარგად გადამუშავდება და შებირელობა, გაზები და ამქელა გიპი არ იქნება. მაგრამ კიდე ვისაც აწუხებს კუჭის პრობლემები, კუჭის წყლული ეროზიები ან H. pylori ბაქტერია. იმ ადამიანისთვის არადროს ვაშლის ძმარის მიგება არ შეიძლება. გუშინჯინ ერთი ქალბატონი მეუბნებოდა წყლულია და ვიღაცამ ინტერნეტში მითხრა, ანუ ვიდეო ნახა, რომ წყლულ შველის ვაშლის ძმარი არაფერი არ შველის, უფრო დააზიანებს იმ წყლულს ვაშლის ძმარი. წყლულს შველის კომპოსტოს წვენი. თუ ვინმე საჩუქებს, კომპოსტოს წვენი არის საუკეთესო წყლულის დრო. კიდევ ვაშლის ძმარი პირდაპირ არადროს არ უნდა დალიო. ჯოგი მეუნება, მე ვასება მჟავე და პირდაპირ ისე კლაპავ. არა მეგობრებო, კბილი, ენამელი რო არის, გაფუჭდება და თელი კბილები გაფუჭდება მალე. ყოველთვის საწრუპავით დალიე ვაშლის ძმარი, აუცილებლად ვაშლის ძმარი შეურიეთ წყალში. ერთი სუფრის კოზი წყალში შეურიეთ და ესე დალიე. თუ საწრუპავით არ გინდა, მაშინ დალევის მერე უცბად მერე ჩვეულებრივი წყალიც მიაყოლე. თუ გინდა რომ ეს კბილები არ გაფუჭო, მივხვდი ვაშლის ძმარი არის ძალიან კარგი პროდუქტი, მეტაბოლიზმი კარგად ხდება, გაზი, შებირელობა, ჭარბიწონა, დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტობა, ყველაფერში ძალიან მაღარია, მაგრამ კუჭის პრობლემები, ეროზიები, წყლული, კუჭნაწლავის ანთება, ეგეთი სიტუაციისთვის არადროს არ დალიო. კარგად და ჯამთ. და ერთი თუთი გააზიარეთ ყველა მეგობარში ვიდეო, და ყველამ გაიგო და გამოიწერე არხი. კარგად.